მოგესალმებით ძვირფასო თევზებო, წარმოგიდგენთ დეკემბრის გაშლას, მზის, თვარისა ნაღმავალი ნიშნით. თევზებისთვის თუ კი არ იცით, რომელი ნიშანი ბრძანდებით, მომმართეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე, დავჯავშნოთ პირადი კონსულტაცია და გავარკვიოთ დიაგნოსტიკით თქვენი მდგომარეობა დეკემბერში ძვირფას თევზებს. ნახოთ, რა გელოდებათ. დავიწყოთ კლასიკური დასტით, გელოდებათ. რაცა კონკურენციის ზუმი მცემს. აქ მეხუთე ენერგიები ცოტა დაძაბული სიტუაცია გაქვთ დეკემბრის თვეში და რაღაცა ღმერთს ხართ მინდობილი და მაღალ ძალებს და გამართლებას, ხო? რაღაცა ცოტა დაძაბული ენერგიები იგრძნობა. ეს შეიძლება იყოს სამსახურში თუ სასიყვარულო ურთიერთობაში, მოდით ვნახოთ. ნახოთ აქ რას გულისხმობს ტარო. რისი თქმა უნდა ტაროს. ხო, რაღაც სამსახურში რაღაც ელოდებოდით შესაძლოა და არ მოხდა ისე, როგორც გინდოდათ. გარკვეულწილად ან დაწინაურებას ელოდებოდით, ან რაღაც პროექტის მოგებას, ან ტენდერში გამარჯვებას შესაძლოა. ხო. და პრინციპში აქ დამოუკიდებლად გიწევთ რაღაცა მიზნისთვის ბრძოლა. მაღალი არკანები ამოდის და ამოდის, ხო, მაინც საბოლოო ჯამში გადაწყდება ყველაფერი ისე სამართლიანად, შესაძლოა აქ სასამართლომდე არც მივიდეს საქმე, მაგრამ ძალიან სამართლიანად მოხდება გადაწყვეტილების მიღება. აქ შემიძლია გითხრათ, რომ აქ თქვენ გუნდზე მეტად წარმატებას აღწევთ დამოუკიდებლად. გუნდურობა რაღაც არა, ვერ და ახლა უკვე იწყებთ თან იმის გამორკვევას, რომ შესაძლოა აქამდე თქვათ რაღაცა სიცრუეში მიცხოვრია, ხო, და ახლა დროა, რომ ან თქვათ კომპანიიდან წილი გამოვიტანო და დამოუკიდებლად ვიმოქმედო, ხო? გასვლა არის ცალსახად. გასვლა არის რაღაცა სიტუაციიდან გასვლა. და განულება რა, პრინციპში განულებაც არის, კი ბატონო. ეს ძალიან საინტერესო დასტა არის ესეთი. თვარის ტრიუმფის ძალიან მომწონს რაღაც ძალიან ისეთი როგორ თქვა, კაფიო გამოსახულებებია. მე არ მიყვარს სიტყვა მაგიური, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება ისედაც მატრიცა და ისედაც ერთი დიდი თეატრია, ასე ვთქვათ, და მაგიური არის ძალიანად ცხოვრება, რომელიც გვთავაზობს ბევრ შესაძლებლობას და აუცილებლად თქვენ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ. სამართლიანად უნდა მოექცეთ თქვენს თავს, მოკლედ რა. ან შესაძლებელია გარკვეული სასიყვარულო ურთიერთობიდან გასვლაც. კიდევ მინდა რაღაც რო გითხრათ. აჩელნიკ, ხო, რაღაც თქვენ გსურთ მარტო ყოფნა, რაღაც განმარტოება და გადაფასება თითქოს. გარკვეული სიტუაციის გადაფასება დეკემბრის ბოლომდე. და რაღაც მესიჯი მოიჩქარეს თქვენსკენ. გზავნილი, ძალიან სწრაფი გზავნილი, სწრაფი ცვლილება, სწრაფი გზავნილი, პირდაპირ რაღაც ესეთი სიგნალი ახალი ძალებისგან, რომ მარტო უნდა იმოქმედოთ და ახალი ცხოვრება დაიწყოთ. როგორც იტყვიან, free rider. თავისუფალი მოძრაობა. გადაადგილება, მოძრაობა, ახალი პროექტები, დამოუკიდებლობა. ის რაც არის აი ამ ეტლის არკანში, ხო? ნახოთ აბა ორაკულის მესიჯი თქვენთვის ძვირფასო თევზებო. ახალი გამოწვევა. ახალი შთამბეჭდავი გამოწვევა, ამაღელვებელი. ყველაფერი გაქვთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. გადახედეთ კონტრაქტებს და დოკუმენტებს ძალიან დიდი ყურადღებით.
ეს არის გზავნილი მაღალი ძალებისგან ძვირფასო თევზებო, მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მრავალ ახალ წელს დაესწარით, ჩვენ შევხვდებით ახალ 2026 წელს. მოგესალმებით ძვირფასო კირჩხიბებო, ეს არის თქვენი გაშლა დეკემბრისთვის, ეს ბოლომდე. როგორ ენერგიებში იქნება მზით თვალთან აღმავალი ნიშნით დაბადებული კირჩხიბი, მოდით ვნახოთ თუ ვერ ერკვევით ზოდიაქოებში, ან ჰოროსკოპში მომწერეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე, ჩავნიშნოთ კონსულტაცია და დიაგნოსტიკით გავაკეთოთ პირადი გაშლები თქვენთვის. ნახოთ დეკემბერში როგორი ენერგიები გველოდება. კიდევ ცოტაც და გადიხართ თქვენს პირად დანიშნულებაზე, რაღაცა ჭოჭმანობთ, გარკვეულწილად უკან იხევთ. არადა თქვენში ეს ნიჭი, ცოდნა არის ძალიან დიდი და რაღაცნაირად ელოდებით გარემო ფაქტორებს, რომ კიდევ ცოტა და გადადგავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. კონკრეტულ ნაბიჯებს გარკვეული გაორებიდან გამოსასვლელად, რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად, ხო? მოდით ვნახოთ კონკრეტულად რას გვირჩევენ. გვირჩევს ტარო ამ შემთხვევაში. რაღაც ციკლურობასთან გვაქვს საქმე. იცით რა შესაქმე, ახლა ეს მომივიდა, ახლა ეს მესიჯი მომდის, რომ ეს ოჯახი ფანტასტიკური ურთიერთობები გაქვთ, ოჯახური დილია გაქვთ, მაგრამ აქ თქვენ იმდენად ჩართული ხართ რუტინაში, ძვირფასო კირჩხიბებო, რომ რაღაც თქვენი საქმიანობაც გინდათ რომ გქონდეთ. ძალიან სამართლიანად მოითხოვთ, რომ თქვენ გინდათ რა რომ გქონდეთ თქვენი დამოუკიდებელი შემოსავალი, იმიტომ რომ უკვე ძალიან გადახვედით უკვე ძალიან ციკლურ ენერგიებში, ესე ვთქვათ, ხო? ბაშნია. ძვირფასო კირჩხებებო, რაღაცას ასრულებთ, იცით? აზროვნებას. ძველი აქ ვერ ვიტყვი ვერანაირად, რომ ოჯახს ეხება, მაგრამ ძველი დრო მოჭმული, ესე ვთქვათ, აზროვნებიდან, რომელსაც სოციუმი გახვევდათ თავს, გადიხართ და ქმნით რაღაც ახალს. რაღაც ვიღაც ცაზე დამოკიდებულებებისგანაც გადიხართ, იცით? კი, პირად დანიშნულებაზე გასვლა არის. პროფესიის შეცვლა, ჰობის არჩევა, ქურუმი ქალის. კოლეგები ვხვდებით, შესაძლებელია ითქვას. ხდებით გარკვეული ტიპის ფსიქოლოგი, სულიერი მოძღვარი, მასწავლებელი. თქვენს საქმეს იწყებთ უკვე. ძვირფასო კირჩხიბებო, მოდით ვნახოთ ორაკულს. რისი თქმა უნდა თქვენთვის დეკემბერში. რაღაც უკეთესი გელოდებათ. გააკეთეთ ის, რაც გწამთ, რომ თქვენთვის უმჯობესია. ეს არის სულიერი გზა. განვითარება. მე თქვენ გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, მრავალ ახალ წელს დაესწარით, შევხვდებით ახალ 2026 წელს ახალი გაშლებით. მოგესალმებით, ძვირფასო მორიელებო, წარმოგიდგენთ დეკემბრის გაშლას. მზის, მთვარის ან აღმავალი ნიშნით მორიელებისთვის, ეს არის საჯარო გაშლა, არის ქალბატონებისთვის, ისევე როგორც მამაკაცებისთვის, რა თქმა უნდა. და მოდით ვნახოთ, როგორი ენერგიები მოამზადა სამყარომ თქვენთვის დეკემბრის თვეში. ძვირფასო მორიელებო, ჯილდო, მოგებაზე გადიხართ. კონკრეტულ ბიზნეს თუ ფლობთ, ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი დივიდენდი, რომელიც გეკუთვნის თქვენი ბიზნესიდან, დიდი მოგება და ესე ვთქვათ, ძალიან კარგად წარმართავთ თქვენს ბიზნესს, ხართ უკვე ძალიან გამოცდილი ისეთი, როგორ თქვა,
პერსონა, ბიზნეს პერსონა, რომელმაც იცის ადამიანების მართვა, ბიზნესის მართვა, პრინციპში ბიზნესის მართვა უკვე ნიშნავს ადამიანების სწორად მართვას. ფსიქოლოგი თუ დაგჭირდეთ, მომმართეთ აუცილებლად, მაგრამ მგონია რომ არ გჭირდებათ. მოდით უფრო კარგად ვნახოთ, ხო? შესაძლოა ამ მდგომარეობას დეკემბერში წინ ახლდა, ესე ვთქვათ, უკვე გამოუვალი სიტუაციები, რომ უკვე ფაქტობრივად თქვენ მიძღვნილი გაქვთ თავი აი იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ ემსახურებით. ხო? და მე ხლა ვერ ვიტყვი ვერაფერს პირადზე, მაგრამ ნუ აქ ცალსახად აი ეს მოდის, რომ აქაც რომ აი სულ ესე არის, აი ნახეთ დააკვირდეთ, სულ ესე ამოდის იდენტური არკანები. საოცრებაა. ნუ ხო, აქ უკვე თქვენ ხელფეხ შებოჭილი ხართ იმაზე, რომ საქმე გამოვა, არ გამოვა, საქმე ყველა ვარიანტში უნდა გამოვიდეს. მაგრამ ამავე დროს რაღაც აი მოთხოვნილება გაქვთ, რომ თითქოს რებრენდინგი მოახდინოთ თქვენი საქმიანობის კომპანიის, მაგრამ გაქვთ რაღაცა დანარკარგის შიშიც. რაღაც ახალი იხსნება თქვენთვის, ნუ რაღაც კონკურენციის უდიდესი ის გაქვთ შიში აი ამ ახალი წლიდან. რაღაცა იქ უკვე გრძნობთ, რომ თქვენმა ბიზნესმა, თქვენმა საქმიანობამ, ან თქვენმა დამოკიდებულებამ უკვე დრო მოჭამა. და რაღაც ახალი არის საჭირო. განახლება არის საჭირო. კი ბატონო. სულ ცოტაც და განვაახლებო თქვენ თავს ეუბნებით. კი ბატონო, ტრანსფორმაცია მე-13 არკანი. ანუ იმდენად იცვლება უკვე ახალი წლიდან თქვენი ცხოვრება, ბიზნეს საქმიანობაში უფრო მეტად ხედავ აქ. სასიყვარულო თუ გაინტერესებთ, მომწერეთ და დავჯავშნოთ პირადი სესია. იმდენად იცვლება თქვენი საქმიანობა, რომ ანუ აღარ მეოა, всё, უკვე ეს ძველი მიდის. გადადიხართ რაღაც ახალში. სად არის? ხო? რაღაცა ახალი და აქაც ვნახოთ აბა. ხო, არჩევანის წინაშე, ბევრი არჩევანი გექნებათ. არჩევანი, რაღაც დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა და თქვენ ირჩევთ რაღაც ახალს, განახლებას. ლიდერი გინდათ რომ იყოთ ბაზარზე. ლიდერი გინდათ რომ იყოთ. ამაში უნდა დაიხმაროთ აუცილებლად ფსიქოლოგი, კონსულტანტი. გჭირდებათ რაღაც ახალი ცოდნების მიღება და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. კი ბატონო, აი ზუსტად. მე-16. კარგით, კეთილი, მოდით ვნახოთ ორაკულისგან. გზავნილი თქვენთვის. რა იქნება? დაბრკოლება, რომლის გადალახვას თქვენ შეგიძლიათ. გამოდით სხვების დრამიდან. იქონიათ მოთმინება საკუთარ თავთან და თქვენს გარშემომყოფებთან. ანუ მოთმინებითა შენითაო, მოიპოვებული შენიო. აი ესე. ჩემო ძვირფასა მორიელებო, მე ამით გემშვიდობებით, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს, ჩვენ შევხვდებით იანვარში, ახალ 2026 წელს ახალი კაშლებით. საუკეთესო სრულები.